თქვათ ჩვენ ვისმენდით ხო არჩევნების წინა პერიოდშიც უშუალოდ ივანიშვილის განცხადებაც იყო რომ პოლიტიკური სიტუაცია უნდა გაჯანსაღდეს რა თქმა უნდა მივესალმე ეს თუ თქვათ აი რამდენიმე პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებას გამოიწვევს თუ დაზარალებას აი სიმართლე თუ გინდათ მე ოპოზიციური წიაღიდან მოვდივარ მათ შორის თავის დროზე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ძალიან კარგად ვიცნობ ოპოზიციონერებს და ოპოზიციურ მუშაობას და პირდაპირ ვთქვი რომ თვით ანუ რატომ ხდება ის რაც ხდება ძალიან მარტივია აი საზოგადოებას მიმართავ ოპოზიციის მხარეს არ არის სიმართლე და ქართველი ხალხი ამას ხედავს რატო არ არის სიმართლე იმიტომ რომ ისინი რასაც თავაზობენ ქართველ ხალხს ეს ყველაფერი არის სიცრუეზე აგებული რატო ვერ თანხმდებიან იმიტომ ვერ თანხმდებიან რომ იდეური თანხმედრა არ აქვთ მაგათი ამომავალი წერტილი არ არის ის რომ საქართველოს იყოს ასე ვთქვათ ევროინტეგრაციის გზაზე როგორც მიდის უფრო მეტად ასე ვთქვათ დაჩქარდეს პროცესი მაგალითად საქართველოში იყოს ეკონომიკური უფრო მეტად წინსვლა ვიდრე დღეს არის მაგალითად საქართველოში იყოს იმაზე მეტი განვითარება ახალგაზრდების ვიდრე დღეს არის ხო ეს არ არის მაგათი ამომავალი ასე ვთქვათ დღის წესრიგი პოლიტიკური არ არის მაგათი პოლიტიკური დღის წესრიგი პირდაპირ გეტყვით საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს და ვინც მე მიცნობს ძალიან კარგად იცის რომ მაგათი წიაღიდან მოვდივარ ხო ბოდიშის მოხდა უნდა შეგვეძლოს ხალხთან უნდა შეგვეძლოს პირდაპირი კომუნიკაცია რომელი გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობენ ერთი მტკიცებულება არ არსებობს პროკურატურაში რომ არჩევნები გაყალბდა თქვენ გახარ ეს პარტიაში კი 2021 წელს ვიყრიდი კენჭს ნუ ის წარსულია და წარსულზე ლაპარაკი ყოველთვის მომავალზე და განვითარებაზე ვფიქრობ და არ მსურს წარსულზე ლაპარაკი და სიღრმეებში შესვლა მაგრამ ერთი მტკიცებულება არ დევს პროკურატურაში და როდესაც პროკურატურა მოუწოდა რომ ითანამშრომლეთ პროკურატურასთან რომელიმე ოპოზიციონერმა ითანამშრომლა როდესაც ყობახიძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია ხო შენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეთანხმები თუ არ ეთანხმები ის არის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი რომელიც 1,200,000 ადამიანმა აირჩია თავისი მთავრობა აირჩია ვინმე დაჯდა სასაუბროდ დიალოგზე პრემიერ-მინისტრთან იქნებ ისეთი არგუმენტებს ეუბნებოდა რომ ხალხი გამოდიოდა და გვერდით უდგებოდა ოპოზიციას ელექტორალური მხარდაჭერა როდესაც არ აგავს რომელ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობ? იცით რატო თქვა ქალბატონმა სევდიამ, იცით რა ბლუთუზებზე ვლაპარაკობთ? 2012 წლამდე სოდი და კუდი ატარებდა არჩევნებს და გაცხელული სიები მოქონდა, ისა რა ქვია, მიქონდა მე მაშინ ბავშვი ვიყავი იმაში პარტიებში. და იმაში რა ქვია, რაიონულ დონეზე. თქვენ ჩემზე კარგად იცით და ყველაფერი თქვენ თავზე გაქვთ გამოცდილი ვახო. რომელი ბლუთუზებზე საუბრობს, რომელ მოსყიდვაზე საუბრობს, ფაქტი, არგუმენტები უნდა დადო. და შენ უნდა კონდეს ისეთი მხარდაჭერა რომ ხალხი გამოყვეს შენ სიმართლეში. ბიძინა ივანიშვილი ახსენებ, ხატრულად ვიტყვი. ივანიშვილი საერთოდ არ ვიცნობ და შეხვედრილიც არა ვარ ერთხელაც კი ივანიშვილი იქცა პოლიტიკურ ზვავად ამ ოპოზიციისთვის. ქართველთა მოძულე ტროცკისტური კვაზი ლიბერალიზმის მიმდევარი ოპოზიციონერები პოლიტიკურ უბსკულში ჩაიტანა. აი ამად იქცა ივანიშვილი. აი ამიტომ არის რომ ხმალა მოღებული ებძვიან. აი პირდაპირ ვიტყვი რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი რომელიც ოპოზიციური წიაღიდან მოვდივარ, მე ბოდიშის მოხდაც არ მეუხერხულება, როდესაც არასწორს ვაკეთებ, შეიძლება მეგონა რომ სწორი იყო, უნდა ვაღიარო რომ არასწორი იყო რაღაცა ნაბიჯები, ჩემს მიერ პოლიტიკაში გადადგმული. რატომ არის ქართული ოცნება კრიტიკის ქარცაცხვში ერთადერთი რამ არ აპატიეს? თავისი სუვერენიტეტის დაცვა, ვინ არ აპატია ევრობიუროკრატებმა არ აპატია. ვისი ხელით არ აპატია, სალომე ზურაბიშვილის ხელით არ აპატია. როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი იყოს დღეს რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ადამიანი რომლის ნათქვამი ციტატა და რომლის მოყვანილმა ციტატამ ჰააგაში ჩვენ დაუძინებელი მტერი ხო რუსეთი რა ისეთ ხმადაღებული თემა და რა თქმა უნდა რუსეთი ოკუპანტია ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი მოიყვანა ჩვენს წინააღმდეგ როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მე ვუწოდებ მადამ ღალატს პირდაპირ ეთერში და ჩემ სოციალურ ქსელს თუ ვინმე გადახედავს მადამ ღალატია სიტუაციების ადამიანია და პირდაპირ გეტყვით პოლიტიკურ შოპინგზია პოლიტიკურ გასტროლიორი ქვია მას არა ნულოვანი პასუხისმგებლობით უნდა რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია მიიღოს და ერთხელ რომ მიიღო ისეთი უმადურობა რომ იმ ადამიანს დაუწყოდა იმ პოლიტიკურ გუნდს გინება და ლანძღვა რომელმაც მართლა დასვა ეს ადამიანი ხო რა ელექტორალური მხარდაჭერა ქონდა ამას ვიძახი ვახო რომ სიმართლე სადაც არ არის არ არსებობს პოლიტიკური ღირსესრიგი შეადგინა მხარდაჭერა მოიპოვო უფრო მეცაც ვიტყვი პოლიტიკურ ძებლებად არიან სინდისის პატიმრებთან მე არ შევალ სიღრმეებში იმიტომ რომ საქმის დეტალებს არ ვიცნობ
მე თუ ვინმე გასაგებია სინდისის პატიმრების მშობლების მძევლები არიან და პარლამენტში არ შესვლით მათ შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ნაწილს ამ მომრჩევლის რომელმაც მათ ხმა მისცა.